საქართველოში ამასობაში პოლიტიკური პარტიები არ ყავს. ხო. ანუ არ ყავს რა, ანუ ეს სერიოზული პრობლემაა რა, ჩვენ ყავს მაგალითად ყავს რაღაცა მესიანური სექტა, ნაციონალური რომელიც დაშლის პირასარი. ნაციონალური მოძრაობა. დაიშალა დაჟე. სახით, რომელიც აღმოჩნდა რომ მიხეილ სააკაშვილი როცა არის ციხეში, ჯერ იყო რომ ადამიანმა 3 წლის განმავლობაში საკუთარი პარტია გადააქცია საკუთარი გამოხსნის ოპერაციის განმახორციელებლად, ოღონ უნიჭოთ, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ იქნეს. მისი მესიანიზმის ჩაქრა. ხო და შალვა მაგაში იყო. შეეწირა აი ამ სტელას. ანუ ერთადერთი ის იყო რომ ანუ მიშას აქვს ძალიან კარგი კავშირი ევროპელ არაადეკვატურებთან. ანუ ეს იპიპი და მიშა არიან ერთი და იგივე რა. ოღონდ ევროპელი შიზოიდები და ჩვენი შიზოიდები. რა თქმა უნდა, არა, ეგ მაგათ გულისხმობ. ეგ ყველაზე მაგავშირებელი. კი, ანუ ეს არის ხალხი, რომელიც ერთი და იგივე ენაზე ლაპარაკობენ, ერთი და იგივე პრობლემებს მქონე ხალხია და რა ხდება, ანუ ამათ უნდათ რომ ამ ომის შემდეგ რაღაცა მენტალური კავშირით მიშას ერთადერთი შანსი მაგით მიეცა რომ ეგება ხო აი ამით მაინც გაიქცევი და ვიპასუხე ბალტიის პირელების ქმედებები პრაგმატულად გასაგებია უნდათ რომ აქცენტი გადმოვიდეს საქართველოზე აქ დაინთოს ხანძარი რომ ეგებ იქ პრობლემები ნაკლები იყოს ამათ რა უნდათ ქართველებს ეგრეთ წოდებულ ქართველებს შეხედე ჯერ ერთი აი ხა შეხედე ხა ბალტიისპირეთს რა. ანუ ხა ბალტიისპირეთს ნებისმიერი მონაცემებით რო აიღო, არ აქვს საქმე კარგად საკუთარ ქვეყანაში. ძალიან ცუდად. ანუ ეს არის ევროკავშირში შესვლამ პრობლემები შექმნა. ანუ მე რა თქმა უნდა, აი ყველაზე მარტივს ამბობ. ეკონომიკური პრობლემები. დემოგრაფიულად. ანუ გაიქცა. რომ ნახო, ანუ ბოლო პერიოდის გაეროს სოფლიო ბანკის მონაცემები. გაიქცა ხალხი. ანუ 5-დან 3 მომაკვდავი ანუ აქ ლაპარაკი კი არ არის, ანუ წამოდიდან უკრაინა, სადაც ომია, ღაზას სექტორი, სადაც ისრაელმა ყველაფერი გაანადგურა და 3 ბალტიური სახელმწიფო. იმდენ წამოდიდან და შალვა რა ხდება, იცი რომ აი წამოდიდან რომ ანუ ბალტიისპირეთს ევროპულმა ელიტამ გამოუყო ადგილი რუსეთის წინააღმდეგ არაადეკვატური მაყეფარების. ოღონდ ბალტიელებმა რაღაც მომენტში აღმოაჩინეს, რომ თვითონ არიან დაცულები და იყო კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც მათ მაყეფარობას უფრო სხვანაირად აკეთებდა. მაგალითად, საქართველო რა, ჩვენ რუსეთის გაღიზიანებას ვახდენდით ისე რომ ამას მოყვებოდა ომიც აუცილებლად და ჩვენ ამ ომშიც მივიღებდით თუნდაც ატომად სინამდვილეები. ეხლა უცებ აღმოჩნდა ჩვენ ჭკუა გვაქვს. ხო ჩვენ ჭკუა გვაქვს და ანუ აი სულ მინიმუმ ან მე რას ვამბობ თუ გახსოვთ რა რომ 2022-ში იყო საუბარი რომ საქართველოს მიიღოს მონაწილეობა სანქციებში. ჩვენ გავსვით შეკითხვა რომ აი რომ მივიღოთ მონაწილეობა. მე ჩვენ რა? სანაცვლოდ რას მივიღებთ? არა. 4 მილიარდ ზარალზე იყო საუბარი. ზაზა. 4 მილიარდს ვიზარალებდით დაგუყავდა ეს. ისინი არაფერს არ გვაძლევდნენ. არის ეკონომიკაში ქვია 70-ის პრინციპი რა, ანუ აი იმისთვის რომ გაიგო შენი ქვეყანა რამდენ წელიწადში გაორმაგდება არის 70 უნდა გაყო იმ ეკონომიკურ სტაზე რომელიც გაქვს. ამ 3 წლის განმავლობაში ნუ საშუალოდ 8-9% გაიზარდა. ანუ აქედან გამომდინარე, ანუ 10 წელიწადში ჩვენ მივახცევთ საშუალო ევროპულ გავაორმაგებდით ეკონომიკას. და საშუალოზე დაბალ ევროპულ ეკონომიკას მივიღებთ. ასეთი ზდა რომ კიდე გაგზავნეს 3-4 წელი, უკვე ძალიან სერიოზული გვექნება. ამასობაში ჩვენ მაგალითი გვაქვს. ამასობაში მოლდოვას აქვს 0%-იანი ეკონომიკური ზრდა. მოლდოვა, რომელიც ნაწილობრივ შეუერთდა ყველა ამ შიზოფრენიას, რომელსაც ჩვენ გვეუბნებოდა 0%-ის ზრდა აქვს. ანუ წარმოვიდგინეთ რა. ქვეყანა იშლება უკვე. მაგას თავი დაანებე შალვა. მე აი ძალიან ცინიკურად, მატერიალისტურად ვამბობ რა, რომ საქართველოს მიიღო რამოდენიმე ათეული მილიარდი ლარი მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ეს იგივე გავაკეთეთ.